მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებ მხედველობაზე, როგორ გავზომოთ მხედველობა. ასევე რამდენი უნდა გქონდეს მხედველობა, რომ მოგცენ მანქანის სტარების უფლება, რამდენი უნდა გქონდეს მხედველობა, რომ იარაღის სტარების უფლება გქონდეს და მათ შორის როგორ გავზომოთ მხედველობა სახლში. ეხლა ვთქვათ, როგორ ხედავთ ზოგადად, გარემოში არის სინათლე გადაადგილდება ფოტონებით, ფოტონები რომ წარმოიდგინოთ, პატარა ნაწილაკები, რომელიც ძალიან ჩქარა მოძრაობენ და ვთქვათ, მზისგან წამოვიდა ეს ნაწილაკები, მოხდა რაღაცა, ვთქვათ, კედელს ან ნებისმიერ რამეს, საგანს აირეკლა შემოვიდა შენს თვალში. თვალში შემოდის რქოვანათი, რქოვანა არის თვალის კაკალი, რო წარმოიდგინოთ ბურთზე გარედან პატარა ლინზა მიმაგრებული, პატარა ლინზა. ეგ არის რქოვანა, სურათში ნაჩვენებია. ეს რქოვანა შეკრებს სინათლეს და გაუშვებს შიგნით თვალის კაკალში, ბურთში. ეხლა მერე რქოვანიდან ეს წამოსული სინათლე გაივლის გუგას. გუგა არის შავი ლაქა, ჩვენს თვალზე ეხლა რო შეხედო, თქვენს თვალზეც რო ჩაიხედოთ სარკეში, შავი რაც არის, ეგ არის გუგა. გუგას გარედან აქვს ფერადი გარსი. ეს ფერადი გარსი შეუძლია შეავიწროს ან გააფართოვოს გუგა. გინახიათ ალბათ ადამიანს, რომ ის გული წავა რამე და ეს ანათებენ ხოლმე ფანარს, რომ აბა ნახოთ გუგა ფართოვდება თუ ვიწროვდება თუ არა. ანუ გუგის რეფლექსი აქვს თუ არა. ხო, ახლა გუგა როგორ არის, რომ როცა დიდი სინათლეა, დიდი სინათლეში გუგა ვიწროვდება, იმიტომ რომ ცოტა სინათლე შეუშვას თვალში და როცა ღამეა და ბნელა გუგები გაფართოვებული აქვს. ამიტომ არის, რომ ვთქვათ, გინახიათ ალბათ ღამე კატებს ძაღლებს და ეს რამხელა გუგები გაფართოვებული აქვს ბოლომდე, რომ ბევრი სინათლე შევიდეს მათ თვალში. ადამიანსაც უფართოვდება ეს გუგები სიბნელეში. შედის სინათლე თვალში და თვალში გვაქვს ლინზა, ვეძახით ბროლს, ჩვეულებრივი ლინზა, რომელიც კუნთების საშუალებით მოძრაობს და ფოკუსს ასწორებს. ფოკუსს ასწორებს იმის მიხედვით, ჩვენ შორს ვიხედებით თუ ახლოს ვიხედებით. ფოკუსს ასწორებს აი ისე, როგორც ტელეფონი ასწორებს, ან კამერა ასწორებს, ვისაც ვინც დაკვირვები ხართ, ვთქვათ, რომ მიუშვირო თქვენი ტელეფონი ახლოს რაც არის, ამას დააფოკუსებს, მერე იქ შორს რო აჩვენო რაღაცა, შორს დააფოკუსებს რაღაც. აი ესე გვაქვს ჩვენ ბროლი, რომელიც აფოკუსებს და დააფოკუსებს ეს ბროლი სინათლის სხივს პირდაპირ ბოლო კედელზე, რაც გვაქვს თვალის კაკალი რო წარმოიდგინოთ, ბურთი, უკანა მხარეს, ყველაზე უკანა კედელი რაც გვაქვს, ეგ არის ბადურა და ბადურაზე დააფოკუსებს ამ სინათლის სხივს. ბადურას მოხვდება სინათლის სხივი. ბადურაზე არის ფოტორეცეპტორები. ფოტორეცეპტორები აღიქვამენ ამ სინათლეს ფერებს, განსხვავებული ფოტორეცეპტორები გვაქვს. და შემდეგ ამ ფოტორეცეპტორები გარდაქმნიან აი ამ სინათლეს, როგორც ელექტროსიგნალს და ელექტროსიგნალად გააგზავნიან უკვე მხედველობის ნერვით და შემდეგ ჩვენი ტვინი გარდაქმნის ინფორმაციას და ჩვენ ხედავთ. ჩვენ ტვინი იღებს უკვე ინფორმაციას, რომ აი აქ ეს არის, აქ ეს არის, აქ ეს არის და ამას ხედავთ ჩვენ. თვალი მუშაობს მუდმივად, მოკლედ, როცა ადამიანს თვალი გახელილი აქვს და ხვიძავს. ანუ უზარმაზარი დატვირთვა აქვს უნატიფესი ორგანოა, ძალიან ბადურა განსაკუთრებით, ამიტომ ჭირდება გაფრთხილება მოვა. გაფრთხილებაში იგულისხმება რომ არ დაზიანდეს ბადურას სისხლის დარღვევები, ყველაზე მთავარი ეგ არის. როგორ ავიცილოთ თავიდან ჯანსაღი ცხოვრების წესით. ფიზიკური ვარჯიში, წონაში კლება, დიაბეტი არ დაემართოს ადამიანს, იმიტომ რომ ეს ბადურის სისხლის დარღვევები ერთ-ერთი ადვილად შეიძლება დაზიანდეს. ეხლა კიდე არის რომ აი ეს მინისებრი სხეული რა არის, ხშირად კითხულობენ ხოლმე. მინისებრი სხეული არის წარმოიდგინეთ ჩვენი თვალის კაკალი ბურთი ხო? და ბურთი ხომ ამოვსებულია, ან ეს თვალის კაკალი ხო ამოვსებულია რაღაც სითხით. და ამას ეძახიან მინისებრ სხეულს რა, მუდმივად ეს ჟელესებრი სითხე არის, რომელიც ავსებს ყველაფერს, აი ნებისმიერ სივრცეს, თვალს აძლევს ამ მომრგვალო ფორმას, ასევე ოდნავ აწვება ბადურას და ქმნის
სუბუქწნევას ბადურაზე და აძლევს ფიზიკურ ფორმას თვალისთვის ასევე შოკის აბსორბერის ფუნქციას ასრულებს ანუ თვალი რომ მიაჭირო მიგიჭერიათ ალბათ თვალზე ხელი ხო ადამიანს არ ბრმავდება ეგრევე ხო ადამიანი იმიტომ რომ აქვს იმის საშუალება რომ შეიკუმშოს გაფართოვდეს ეს შოკის მიღების ფუნქცია აქ და ეს ჟელესებრი ნივთიერება აკეთებს ამას. ახლა ვთქვათ, მოდი როგორ ვაკეთებ თვალის ტესტებს. სტანდარტულად თელსოფლიოში გამოიყენება სნელენის ჩარტი და ახლა ეს რა არის? წერი ასოები, გინახიათ ალბათ გაკრულია ხოლმე. წერი ასოები 6 მეტრზე უნდა დაჯდე, დადგე, არ აქვს მნიშვნელობა და 6 მეტრიდან, 6 მეტრის მანძილიდან რამდენ ხაზს წაიკითხავთ? სულ არის 11 ხაზი. ზევიდან იცვლი რა. ზევიდან 8 ხაზს თუ კითხულობ, ეგ არის 100%-იანი მხედველობა. ნიშნავს, რომ საშუალო მხედველობა გაქვს როგორც პოპულაციის უმეტესობას. ეგ არის 11-დან 8 ხაზს თუ კითხულობ. და აქვე თქვენ დაწერეთ, აბა, ვინ რამდენ ხაზს კითხულობს და ვინც იცით რა თქმა უნდა, ვის რამდენი პროცენტი გაქვთ მხედველობა. საინტერესოა, ძალიან პატარა კვლევა იქნება, აგერ ჩატარებული. და ხო, თქვენი ასაკიც დაწერეთ, იმიტომ რომ ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო. ამ 11-დან პირველ 8 ხაზს თუ კითხულობ, მოკლედ 100%-იანი მხედველობა გაქვს. თუ კითხულობ პირველ 5 ხაზს 50%-იანი მხედველობა გაქვს. თუ კითხულობ პირველ 2 ხაზს 20%-იანი მხედველობა და თუ კითხულობ პირველ 1 ხაზს და მეტს ვერ კითხულობ, ეგ არის 10% მხედველობა და ეგ მიიჩნევა ხოლმე კანონიერ სიბრმავეთ, როგორც წესი. ანუ კანონებში სიბრმავეს როცა ამბობენ, იგულისხმება რომ ვერ კითხულობს ან პირველის მერე ვერ კითხულობს, ან შეიძლება მასაც კითხულობდეს ბუნდოვნად. ადამიანი შეიძლება ხედავდეს ეს თითებს თუ მის სახის წინ თითებს გააკეთებ, ან ამოძრავებ და ესეც აკეთებენ ხოლმე. თუ კი ვერ ხედავს თუნდაც აი პირველ ხაზსაც კი ადამიანი მერე უკვე თქვა თითებს ხედავ, ან რო ამოძრავებ ხელს ხედავ, რომ მოძრაობას და სინათლეს თუ აღიქვავს ადამიანი. რა ხდება 8 ხაზის ქვევით? 8 ხაზის ქვევით თუ ადამიანი ხედავს, ეგ ბრწყინვალე მხედველობაა, ნუ 130%-ია უკვე. მე-9 ხაზს თუ ხედავს, მე-10-ს თუ ხედავს, არის 200% და 250 არის ხოლმე თუ ხედავს ყველაზე ბოლო ხაზსაც. ხო. ეგ არის, ნუ ძალიან კარგია რა თქმა უნდა, ზოგ ადამიანს აქვს ეგეთი მხედველობა საბედნიეროდ. კიდე რაც უნდა იცოდეთ არის pinhole ტესტი ქვია. ქართულად მე არ ვიცი რა ქვია მაგას და არც აქვს დიდი მნიშვნელობა, ძალიან მარტივი ტესტია და მაგით გინდება, აი ახლო მხედველი ხარ, შორს მხედველი ხარ, ასტიგმატი ხარ თუ ეს და რას ნიშნავს, რომ მაგალითად ეხა უყურებ შორს რაღაცას და ვერ ხედავ კარგად. შორს იგულისხმება დაახლოებით 6 მეტრი. ვერ ხედავ. მაგალითად რო აიღო სიფრთხე, შეიძლება ფურცელი იყოს, შეიძლება ხის ფილა იყოს, ან ალუმინის, ან ნებისმიერ რამე მოკლედ რა, რაც არ ატარებს სინათლეს არანაირად. და გახვრიტო 1-2 მილიმეტრზე და გაიჭყიტო შიგნით. თუ ამან გაუმჯობესა შენი მხედველობა, ნიშნავს რომ ან ახლო მხედველი ხარ, ან შორს მხედველი ხარ, ან ასტიგმატი ხარ. იმიტომ რომ აი ისინი გარედან გვერდებიდან წამოსული სინათლე, არასწორად წამოსული სინათლე და ესე სინათლე, რომელიც სწორ ხაზზე არ მოდის, ნებისმიერ სხვა სინათლეს აღარ გამოატარებს, ან ძალიან ნაკლებად გამოატარებს და პირდაპირ სინათლე, რაც შემოდის ბადურაში და პირდაპირ დაეცემა ბადურას, იმას აღიქვავ და
ამიტომ გაუმჯობესდება მხედველობა ასეთ შემთხვევაში, ან ჭუჭრულ ტანაში გახედვაში გაუმჯობესდება მხედველობა. ხო, შესაბამისად ეგ ტესტი გამოიყენება ხოლმე გინახიან ალბათ რომ რაღაც პლასმასი ის არის ხო მოწყობილობა რომ სააფარებენ და პატარა ჭუჭრულ ტანაში გაიხედა აბა ხედავ და თუ ხედავ ისა ესე იგი კარგ უკეთესად თუ ხედავ ანუ ესე იგი გაქვს რომელიმე ესეთი დარღვევა რეფრაქციულ დარღვევას ეძახიან ან შორსხედველობა ახლო მხედველობა ასტიგმატიზმი კიდევ მნიშვნელოვანია რომ როცა ამ ტესტს აკეთებთ ჯერ ერთი თვალით უნდა გააკეთო მეორე უნდა დაიფარო ერთზე მეორეზე უნდა დაიფარო ახლა თქვათ სახლში როგორ უნდა გააკეთო ну ეს pinhole-ის ტესტი ძალიან მარტივია როგორ უნდა გააკეთო აიღე რამე ნებისმიერ სიფრთხე გახვიდე 1-2 მმ-ზე სიგანეზე რო იყოს 1-2 მმ გაიჭრიდე და შორს რაღაცა შეხედე თუ გაგიუმჯობესდა მხედველობა ესე იგი რეფრაქციული დარღვევა გაქვს და სათვალ გჭირდება ან ლინზა ხო შეხედე რაღაცა შორს იგულისხმება რომ ნაწერებს შეხედო რა და აი თუ მაგალითად რასაც კარგად ვერ ხედავ ვერ კითხულობ თუ ხედავ და კითხულობ ესე იგი ეგ არის ხო ახლა ეს სნელენის ჩარტი სახში როგორ უნდა გავაკეთოთ ამაზე იმ აღწერაში დავტოვებ ლინკს შეგიძლიათ გადახვიდეთ და ტელეფონით თუ გადახვალ პირდაპირ ცოტას ჩამოსკროლავ და მოგცემს ამ ჩარტს 1.4 მეტრზე დაიდებ ტელეფონს პირდაპირ განათებას აუწევ ტელეფონს 1.2 მეტრზე 1.2 მეტრზე დაიდებ 1.2 მეტრი არის დაახლოებით ორ ნაბიჯზე ცოტა მეტი რა ორ ნაბიჯზე ცოტა მეტი ну გაჩნია კიდე ადამიანის ნაბიჯებს გაჩნია ზოგ ადამიანს მეტრიანი ნაბიჯი აქვს და ზოგ ადამიანს კიდე 50 სანტიმეტრიანი ნაბიჯი აქვს ზოგს უფრო პატარა მაგრამ რა ვიცი ან გაზომეთ უბრალოდ ისა ხო მანძილი და ეგ არის 1.2 მეტრი და ჯერ ერთი თვალით მე მეორე თვალით რამდენ ხაზსაც წაიკითხავ იმის მიხედვით თუ წაიკითხე მაგალითად 5 ხაზი ესე იგი 50% ემხედველობა გაქვს თუ წაიკითხე 8 ხაზი გილოცავთ თუ წაიკითხე მთლიანად მთლად კარგი ხო ახლა ნიშნავანი არის როგორ არის კანონმდებლობა მხედველობაზე თემ სოფლიოში როგორც წესი თუ ადამიანს აქვს 50% მხედველობა ცალთვალში მაინც 50% და მეტი ცალთვალში მაინც მართვის მოწმობის მიღება შეუძლია იგივე არის იარაღის ტარიბის უფლებაზეც როგორც წესი თემ სოფლიოში ну არის ქვეყნები სადაც უფრო მსუბუქი რეგულაციები ან უფრო უარეს შემთხვევების დროსაც შესაძლებელია ну არის ქვეყნები სადაც კიდე პირიქით უფრო მკაცრია თუმცა უმეტესად ეს სტანდარტი მოქმედებს ხო საქართველოსაც დაწერეთ აბა საქართველოზე როგორ არის კანონმდებლობა თუ იურისტები ისე ისმენთ მაინტერესებს ძალიან საქართველოს თუმცა წესი საქართველოს უნდა ემორჩილოს იმიტომ რომ ევროპაში და ამერიკაში ეგრე არის რომ 50% მხედველობაზე ცალთვალში მაინც ორივე შესაძლებელია ხო აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა დღეისთვის მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის